ბატონო ტარიელ, უკვე მეორედ გიწევთ წასვლა აფხაზეთში. მეორედ კი რა მიატვით. ასე ჯარის წაყვანით. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, ჩვენ ქარელის ტელევიზია ვიღებდით მაშინ, აგერ მეორე მოვედით და მე ასე ვიცოდი რომ მეორედ იყო. ჩვენს ქარელელ მაყურებელს რითი ანუგეშებდით, რითი დააიმედებდით. ჩვენ ქარელს მაყურებელს ნუგეში ის იქნება რომ მთავარი ბატონი ედვარდაძე ბატონი ედვარდი იყოს კარგად და მე მგონი დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. საქმე დღეს იქითკენ მიდის რომ უკეთესობისკენ მიდის საქმე. ჩვენ რაც თავარია ყველა შევიკრიბეთ და ყველა მივდივართ იმ სულისკვეთებით რომ ყველა გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და ნორმალურად დაბრუნდებით. უფრო მეტი შეიძლებოდა მოსულიყო ქარელის მოსახლეობიდან. მაგრამ ისეთი ხალხი არ მოვიდა, რომელსაც ველოდებოდით. თითქმის ერთ და იგივე ხალხს გვხვდება წასვლა და საკმარისი პრაქტიკა გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ნორმალურად და ჩამოვიდეთ ნორმალურად. რამდენი კაცია ახლა ამ დროისათვის შეკრებილი, რამდენი კაცი მიდის? ამ დროისათვის მიდის 45 კაცი. სიაში 45 კაცია, მსურველები ბევრი არიან. იარაღი არ აყოფნის, თორე 110 კაცი იქნებოდა დაახლოებით. ეს 45 ყველა ბატალიონის წევრია, ქარელის ბატალიონისა თუ მოხალისეებიც არის? მოხალისეები ბევრი არიან. ანუ საქმე იმაშია, რომ ძირითადად ბატალიონის წევრები არიან ქარელის. იარაღის უქონლობასთან დაკავშირებით. მიზღადამრჩენია გზამშვიდობისა გისურვოთ და მშვიდობით დაბრუნებოდეთ თქვენს რაიონს, ღმერთმა სიკეთის გზაზე გატაროთ. თუ ჩვენთან ერთად წამოხვიდოდით, რაც უკეთესი იქნებოდა. იქიდან საკმარის ინფორმაციას ჩამოიტანთ ისეც, რომ ნამდვილად საინტერესები იქნებოდა ქარელის მოსახლეობისათვის. ჩვენ ვეცდებით ჩვენი მხრიდან დიდი მადლობა ბატონო. მაინც უნდა წამოხვიდეთ.